ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს, ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ჯორჯ ორუელის ეს სიტყვები ყველაზე კარგად შეესატყვისება და შეეფერება ტოტალიტარიზმისა თუ ავტორიტარიზმის პირობებში ისტორიის სწავლებას და ისტორიის დანიშნულებას. რა მოსდის ისტორიას, რა მოსდის მეხსიერებას, რა მოსდის წარსულს ტოტალიტარიზმის პირობებში. ამაზე მინდა დღეს გესაუბროთ და დაგაფიქროთ იმაზე, თუ რა ტრაექტორიით ვითარდება საქართველოში წარსულისა თუ ისტორიის შესწავლა. დავიწყოთ იმით, რომ ავტორიტარ ხელისუფალს არასდროს არ სჭირდება მრავალი აზრის არსებობა წარსულში მომხდარი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. უნდა არსებობდეს ერთი მკაფიო, მყარი ნარატივი, ერთი თხრობა, რომელიც გავრცელდება ყველასა და ყველაფერზე, გავრცელდება სკოლაში ნასწავლ ისტორიაზე, გავრცელდება უნივერსიტეტებში, რაც ისწავლება იმაზე და რაც მთავარია, გავრცელდება საზოგადოებაზე და ჩამოაყალიბებს საზოგადოების აზრს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, ოღონდ იმგვარად, როგორც ეს აწყობს ავტორიტარ მმართველს, როგორც ეს აწყობს ხელისუფლებას. ბოლო წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ნაბიჯ კოლექტიური მეხსიერების, ანუ წარსულში მომხდარი იმ მოვლენების შეცვლა, რაც საზოგადოებას უნდა ახსოვდეს იმისთვის, რომ ის სრულფასოვან სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს და სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო ააშენოს. 3 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეზღუდა კვლევრების, სტუდენტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული ადამიანის წვდომა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესახებ არსებულ საარქივო მასალებზე. საუბარია ეგრეთ წოდებულ კომპარტიისა და კგბ-ს არქივზე. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში მომხდარი ამბები იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც სუფრაზე მოყოლილი თუ გადმოცემული სადღეგრძელოების სახით გადმოცემული რაღაც დიდგორის ომზე მოსმენილი ზღაპრები, რასაც არის გავრცელებასაც ხშირად პროპაგანდა უწყობს ხელს. წარსული რეალურად არის ის და ისტორია რეალურად არის ის, რაც აყალიბებს მოქალაქის ადამიანის სახელმწიფოებრივ ცნობიერებას. შესაბამისად, უახლესი ისტორია, გასული 100-150 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები და მათი დამახინჯებულად წარმოჩენა ხდება ტოტალიტარული თუ ავტორიტარული სისტემის თუ ხელისუფლების ინტერესი. როდესაც საუბრობენ ერთ წიგნზე, რომ ერთი წიგნით უნდა ისწავლებოდეს ისტორია, ესეც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მმართველს, რომ ხელისუფალს აქვს ინტერესი შექმნას მისთვის მორგებული ერთი ნარატივი და აი ამ გზით სკოლის ასაკიდან შეუცვალოს მოქალაქეს ცნობიერება. ისტორია და წარსული არა მხოლოდ სახელმძღვანელოებსა და წიგნებში, არამედ ყოველდღიურობაში, ქუჩებშიც არსებობს და ამის მკაფიო მაგალითია ის წარწერები და გრაფიტები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ისტორიული გმირები, მათ შორის ანწუხელიძე, მათ შორის ქაკუცა ჩოლოყაშვილი, მათ შორის პატრიარქი ამბროსი ხელაია. ეს გრაფიტები ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ბევრ ქუჩაზე, ბევრ შენობა ნაგებობაზე გამოჩნდა, მაგრამ აქა ძალიან საინტერესო რამ მოხდა, რომ მერიის დასუფთავების სამსახურმა მიზანმიმართულად დაიწყო ამ ისტორიული გმირების გამოსახულებების წაშლა. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ხდება ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში ვიზუალური მეხსიერების გაქრობა ქუჩებიდან და ამ გზით საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაზე ზემოქმედება. კოლექტიურ მეხსიერებაზე ზემოქმედება და ზემოქმედების მაგალითი არის სწორედ ის, რომ გმირები, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლაში, გამოჩნდნენ და შემდეგ უკვე ხელისუფლების
ზემოქმედებით გაქრნენ საზოგადოებრივი სივრცეებიდან. ისტორია არასდროს არ არის სწორხაზოვანი და საქართველოს ისტორიაც არ არის ასეთი. უძველესი დროიდან საქართველოში, ისევე როგორც თბილისში, მრავალი ერი თუ რელიგიური ჯგუფი ერთად თანაარსებობდა და სხვათა შორის ჰარმონიულად თანაარსებობდა და ამის მკაფიო მაგალითი არის ის ადგილი, რომელ ადგილასაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მართალია, ეს ადგილი შუა საუკუნეებს ან ადრეულ შუა საუკუნეებს ასახავს და ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება ის ნაგებობა, რაც ამ ადგილას ოდესღაც იდგა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია იმის დანახვა და აღქმა და გაგება, რაც მთავარია, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ერთფეროვანი ქვეყანა. არც რელიგიური თვალსაზრისით, არც კულტურული თვალსაზრისით, არც ენობრივი თვალსაზრისით მათ შორის და არც იმ ერების თვალსაზრისით, რა ერებიც აქ ცხოვრობდნენ. მნიშვნელოვანია ასევე ხაზგასმა იმისა, რომ მრავალფეროვნება, კულტურული, რელიგიური, ენობრივი თუ სხვა ტიპის მრავალფეროვნებები საქართველოში დაცული იყო და განსაკუთრებული მაგალითი აი ამ დაცულობისა არის ზუსტად 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ასევე გამქრალია საქართველოს და ქართველი მოქალაქის კოლექტიური მეხსიერებიდან და საქართველოს ისტორიიდან. მიუხედავად ენთუზიასტი მკვლევრების მცირე ჯგუფისა თუ რაოდენობისა, რომლებიც იკვლევენ ამ პერიოდს, სახელმწიფოს მხრიდან ხდება იძულებით მიჩქმალვა იმ მიღწევებისა თუ იმ პროგრესისა, რომელსაც საფუძველი დაუდო საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და კოლექტიური მეხსიერებისა თუ ისტორიის სწორად გაგება გააზრების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მეტი იცოდეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და იმ პროგრესული იდეების შესახებ, რა იდეებსაც მხარს უჭერდა და ავითარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მანამ, სანამ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა იძულებით არ შეწყვიტა მისი არსებობა.